გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს დრემლიგას ვთამაშებ ონლაინ მატჩ, ვითამაშებ დაახლოებით 2 ან 3 მატჩს და რაც შეეხება გუნდს, განახლებული გუნდი. ეს არ მყავდა ეს ფეხბურთელები, მაგრამ შევიძინე აკაუნტი შევიძინე 80 ლარში, არც ზვირია, არც იაფი, მაგრამ შევიძინე. ხო, რავი, თქვენთვის რაც შეხედეთ შემადგენლობას, რავი, მეტნაკლებად კი არა და სასწაულად კაი გუნდია. მე პირადად მომწონს. ზურიკო დავითაშვილი, აგერ საზონოვი, მამარდაშვილი და რავი, ქართველებიც არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც რავი, ალბათ ჩემს აკაუნტზე. ალბათ აი ახლა სულ დავაგდებდი, ვითომ ეს ნეიმარს და ეგეც, მაგრამ აკლია ფეხბურთელები. აკლია დეიონგი, ბელინგემი, ბაპე, ლიაო და ეგეთი ბიჭები, მაგრამ შევიძე. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ თამაში და თან გეტყვით რა მაქვს გეგმაში. 500 გამოვწეს, თორსა მიუახლოვდებით. გეგმაში მაქვს რომ გავაკეთო ტურნირი. რა თქმა უნდა, ჩემი ფინანსებით, ჩემი პირადი ფინანსებით და მინდა რომ ტურნირი იყოს 4 ჯგუფიანი. ოპა. ხო და ანუ A, B, D და C ჯგუფი. 4 ჯგუფში იქნება 4 კაცი. თითო ჯგუფში და შეთამაშებები და ეგეთები რაღაცა იქნება რა, მოკლედ. უფრო Discord-ს რო გავაკეთებ და მოვხოდო, აი მე უფრო გეტყვით ალბათ ზუსტად როგორ იქნება. ბიჭო, რა ხდება? ხო, Discord-ს ოცა შევქმნით. იმას ვიზამ, გეტყვით აუცილებლად, მოგაწოდოთ მაგაზეც ინფორმაციას და თუ სურვილი გექნება ტურნირზე თამაშის, აუცილებლად დაჯოინდით და რავი, ჩატარდება რა 500 გამომწერზე ვიყო. ჯერ რავი, გეგმაში ამ ეტაპისთვის არ მაქვს. იმიტომ რომ არ მეჩქარება. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ თამაში და ვნახოთ. რავი, აი შემადგენლობა მე მაგალითად ძალიან მომწონს რა. პლუს ამას მიჩვევა უნდა ამ შემადგენლობით თამაში, იმიტომ რომ ჩემი გუნდზე რაც მყავდა, ზეპირად ვიცოდი ყველას ვის რა შეეძლო, ვინ სად რა და როგორ მყავდა, ყველაზე პირად ვიცოდი. რონალდო, აი გამაქსული რონალდო არის რაღაც სასწაული. ტიპი აი აქ ვაფშე არ იტყობა ამ გამაქსულ რონალდოსო ბებერია. ტიპი დაფრინავს იმენ. შეუჩერებელი რონალდო, მესი და ნეიმარი, რავი, სასწაული არიან სამივენი ერთმანეთზე უკეთესი. ხო, მცველები მჭირდება. უფრო ნახევარდაცვაში რა, ვიდრე დაცვაში. ალისონი მოგეხსენებათ რომ სიმპათიებში ჩემში დღემდე ვერ იწევს. აი გამაქსული ალისონი ხომ მყავს, ხომ მიწერდით რომ გამაქსული ალისონი რო გეყოლება მე აღარ იტყვი მაგას. არა მეგობრებო, იგივე აზრზე ვარ. არ მე ვასე რაღაცნაირი ფეხბურთელია ალისონი. აი ჩემი არა ყოველ შემთხვევაში აი მე რო ხო ხდებით. ძალიან რაღაცნაირია. ამიტომაც ჯერ არ გაუშვებ ალისონს, რადგან შემადგენლობაში იყოს. მაგრამ მის შემცვლელს აუცილებლად მოვიყვან. იმიტომ რა ანუ ძალიან მარტივი გოლები გადის რა. და არ მჭირდება მოკლედ ალისონი გარში. ყველა მომენტს ანიავებს. ბიჭო, აი პატკაც ვერ ვიტანა. მესი. და ეგრე გაუგდო, აი ბიჭი. თითქმის მაქსი ყავს ყველა ბიჭო. შვენიერი 2-1. ხო, რავი, ხა რამდენად გამომივა, კაი თამაში ვერ გეტყვით, იმიტომ რომ კაი ხანი არც ვთამაშე, რაც გუნდი შევიძინე, ლაივზე გავვედი რა. და ეგაა და ნუ ახლა რასაც ვიძახი რა, ალისონი არის თუთა დებილი მეკარე აროჩი. არ მევასე რა ვიცი. დროზე უნდა ვიყიდო ახალი მეკარე. ან ისა ნეიმარი აბა რა, შვენიერი 3-2. კაი გათამაშება მესი, რონალდო, ნეიმარის. ან მამარდაშვილს დავაყენებ ისევ. ან კარჩი კორტუა მინდა რა. კორტუაც მაგრამ მევასება. თან მაღალია, თან გამაქსული რაღაცა სასწაული იქნება ეგა. და
რავი, რაღაცებს იზობს ალბათ. არ მყოლია, არ ვიცი. აქ რა ხდება? აქ ისე რონალდო. ჩემი ბიჭო, ბედი არ გინდა? ვაიმე საღო. ბედი ძმაო. სად დავარტყი და მაინც შვენიერი. ცოტას ინტერნეტია ტრაგებს, მაგრამ ეგ არაფერი. საერთოდ არ ველოდი ახლა მანდ ეგეთ გულს. რავი, ალაბა შემოვიდა, ვინისიუსი და მესამე შევუშვათ, მოდი. სალაჰი და ბეილი მინდა ბიჭო. მოდრიჩის ნაცვლად. ბეილი არის რაღაც სასწაული რა. ნუ მე ვასებე ახლა მაგალითად. კაი სიჩქარეც აქვს, კაი დარტყმაც აქვს. ტიპი ყველაფერს აკეთებს იმენ რავი. ვან დაიქს მაგრამ რა გჭირს ჩემ. აპ. წავიდა მესამე გოლი, რა თქმა უნდა ეხა. ყველა გოლი გაზდის იმენ ამ ალისონს და ისე დებილი მეკარია. სულ ცენტრიდან დაურტყენ იმასაც გაუშვებს. ტიპი არის დებილზე დებილი მეკარე. არ მე ვასე რავი, დებილი რაღაცნაირი. შევაყოლე. არა ბიჭო. სადა ბიჭო, სადა. короче, ვან დაიქს რა უნდა ბიჭო იმაში ნახევარდაცვაში ჩემი. ისევ რონალდო. არა. ბიჭო, კაი რა ისეთ მომენტში იგდებს რომ ვაფშე რო არ მინდა. ვახა მაგ შანსი. გვაიმი. არა, всё, დავკარგი შანსი. რაც მქონდა. ერთადერთი შანსი მქონდა და ახ ბიჭო. ეგეც გამიმაზა. ეგ არაფერი. ტრანსფერებში. ჰარი კეინი, შვენიერი. მაგრამ არ მინდა ბიჭო ეს ჰარი კეინი რა. იქ ყავდა და ხო ის არანაირიცა. კუნკუ. არც კუნკუ არ მინდა. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. პატარა ვიდეო, მაგრამ დროით სიმციდან გამომდინარე ვერ ვახერხებ. 10 და რაღაცა დღეები არ ვიცი. მაგრამ ვეცდები რა. მინდა. მეც თვითონაც მინდა რომ ვიდეოები გადავიღოთ და ავტო რაღაცა იქეთ-აქეთ, მაგრამ ვერა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. არხს მიწიწერთ, ვინც არ ლაიქებთ. და ნახვამდის.